ფიფამ პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელები დასაჯა. პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელებისთვის ლუკა ერნანდესისა და უილიან პაჩოსთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა, მათ ფიფამ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. პარიზული გუნდის მცველებმა მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ბაიერნის წინააღმდეგ წითელი ბარათები მიიღეს. ფიფას რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ მიღებული წითელი ბარათი 2 მატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს. პაჩო მოედნიდან 82 წუთზე გააძევეს, ხოლო ერნანდესი 92 წუთზე. შედეგად ფეხბურთელები პარის სენ-ჟერმენს მადრიდის რეალთან ნახევარფინალში ვერ დაეხმარებიან, ასევე ვერ ითამაშებენ 13 ივლისის ტურნირის ფინალში, თუ ფრანგული გუნდი იქ გასვლას მოახერხებს. პარის სენ-ჟერმენისა და მადრიდის რეალის შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.